ალბათ განათლების მეორე ბლოკში ყავს სტუმრად დეკანოზი თალმას ჩოხელი, რომელიც თავის პოეზიასთან გვაზიარებს, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად და იყავით აქტიურები, რაც თავარი დაგვიერეკეთ პირდაპირ ტელეფონის სტუმრები მითითებულია თქვენს ეკრანებზე. მე განვაგრძობთ საინტერესო თემაზე გავჩერდით. 77-25-37-35 ჩართული, ასე რომ ველოდებით თქვენს ზარებს და ძალიან მინდა რომ დარეკოთ და ეზიაროთ უფრო ახლოს იმ პოეზიას, რომელსაც ქმნის დეკანოსი თალმას ჩოხელი, გადმოგეცემათ სწორედ დეკანოსის კრებული დღევანდელი გადაცემის აქტიურ მაყურებელს, ასე რომ დარეკეთ. კითხვა, რომელიც დაისვა, რა უნდა გაითვალისწინოს? ძალიან ხშირია, თითქმის ყველას, ვინც აქ იყო, ყველას აქვს დიალოგი ღმერთთან, ესაუბრებიან ღმერთს, მაგრამ ეს ცოტა ისეთი ფრთხილი თემა ხომ არ არის, მამაო, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ავტორი? მოძღვარი არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის და უნდა იცხოვროს ყველა ადამიანი ეკლესიურად აუცილებლად მოძღვრის ოკუთხევით და ძალიან ფაქიზია ეს ურთიერთობა ის წინაშე ჩვენ უნდა ინიციატივა არ უნდა გამოვიჩინოთ და როგორც მოძღვარი გვასწავლის დედა ეკლესია ისე უნდა ვიცხოვროთ. კეთილი. მაშინ მოდით მოგისმენთ ახლა გავახსოვთ ახალი ლექსები. პირველად შევთავაზოთ მაყურებელს, მაგრამ მანამდე მოდით მოყევით ისტორია, რომელიც თქვენ ქალიშვილს და თქვენს პოეზიას უკავშირდება. გავახალისდეთ. ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს ხატრული ლიტერატურა, კითხულობს, ლექსებს წერს თვითონაც და ერთ დღესაც გამოგზავნეს ინტერნეტის საშუალებით ჩემი ლექსი მიყვარხარ მაგზიმილს მოგტაცებ, ხოლოდ არ იცოდნენ თუ ჩემი ლექსი უყვარს. მამის ლექსი გაუხსნეს. მამის ლექსი გაუხსნეს სიყვარული. რაც სიყვარული აუხსნეს არა, მაგრამ გამოგზავნეს და ეს ლექსი ამღერა თათუაჩვაძემ და მალე მოისმენს შესაძლებელი მოსმენა ამ სიმღერას. თუმცა თქვენი პოეზიაზე დაწერილი ლექსები, დაწერილ სიმღერებს ჩვენ პროდიუსერი მზად არის რომ მივაწოდოთ მაყურებელს და მოვისმინოთ ერთად დიდი სიამოვნებით კვლავ. მას შემდეგ წაგიკითხავთ ერთ ლექსს. სამშობლოს უმღეროთიდან შენს გიმღერ, ლამაზ თვალებავ შენის სურვილის წყურვილი ფიქრში ვერ დაიმალება, მთებს გადავლახავ ანაზდად, ანთებულ ხანძარს ჩავაქრობ, ზაფხულის წვიმად მოგივალ შენს გულში ყინულს დავადნობ, თუნდაც ეკროლა მთებიდან ცივს და სუსხიან ნიევსა, მედარდებოდი მიყვარდი ფეხქვეშ გიფენდი იასა, როცა დაგნისლავს ფიქრები, სხივს შემოგახვევ მზისასა, გაგათბობ კერჩი ჩავიკრავ ნაწნავს ფერს ყორნის ფრთისასა, ცისარტყელების საუფლოს, ცხაჩიაც დაგეპირები, ქარს გამოვატან ამბორსა გულს წყაროდ დაგედინები, ღრუბელთ ქარავანს მიჰქონდა, ტკივილი ჩვენი სულისა, დროს შერჩენოდა ნამღერი, ლეგენდა სიყვარულის. ძალიან გემრიელი ტკბილი ლექსები გაქვთ, მამა. ეს მიგიხადო იწერება ახალგაზრდებისთვის, რომ შექმნან ტრადიციული ქართული ოჯახები და გაამრავლონ ქართველი ერი. ჩემი მიზანი ეს არის, რომ აი ეს სიყვარულზე როდესაც ნახოთ ვინ შემოგვიერთდა. ნამდვილად მაყურებელი ყოს პირდაპირ ეთერში მივესალმებით და მას გადაეცემა დეკანოს თალმას ჩოხელის ამღერებული ლექსების კრებული. თქვენი კრებული ხელში გვიჭირავს, თუმცა მანამდე გაგვეცანით. მაგესალმებით. ალო. დიახ, ისმენთ. გამარჯობა, მამაო დაგუწეს. ერთმანეთს პარდონ, აი. ესეთი შინაარსის კითხვა მაგრამ ვარ, ანუ 20 წლის სტუდენტი, ქართველი და ძალიან ანუ სამშობლოს სიყვარული ხა ჩვენში და ჩემ წრეში მაგალითად ისია რომ აი ძირითადად აი სუფრაზე და ასე შემდეგ პრაქტიკულად ეს გამოხატავთ ხოლმე. მე ეს ცუდია რაღაცა მხოლოდ აი ყოველდღიურობაში აი ჩემ კონკრეტულად ესეთი კითხვა მქონდა რომ ყოველდღიურობაში აი როგორ შეიძლება ჩვენ ახალგაზრდებმა თაობა აი გამოვხატოთ და ვისწავლოთ საქართველოს სამშობლოს სიყვარული აი პრაქტიკაში უბრალოდ გარდა იმისა რომ ისტორია უნდა ვიცოდეთ და ვკითხულობთ ვაჟას ასე შემდეგ და აი მართლა ზოგჯერ დამბურთავს ხო მაგრამ აი ყოველდღიურობაში როგორ შეიძლება ეს გავამყაროთ პრაქტიკულად. დიდი მადლობა ზარისთვის დატოვეთ თქვენი კოორდინატი დეკანოსი თალმას ჩოხელის კრებული ამღერებული ლექსები თქვენია. გისმენთ. დიახ, კარგი შეკითხვა იყო და იცით რა არის, აი ჩემი აზრით ადამიანმა უნდა მოაგვაროს თავისი
პირადი, სულიერი მდგომარეობა პირველ რიგში ადამიანები როდესაც მოდიან უდროობას უჩივიან ხოლმე რა და მე მithქვამს რომ კვირაში ძალიან ბევრი საათია და საათნახე 2 საათი გრძელდება დაახლოებით ლოცვა 2 საათი წირო და კვირაში ესოდენ ბევრი საათია და 4 საათი უნდა თავის სულს დაუთმოს ადამიანმა. როდესაც ეკლესიურად იცხოვრებს, მოძღვრის კურთხევით იცხოვრებს, ის ცუდი ქართველი არ იქნება და პირადულსაც მოაგვარებს და თავის საკეთების საქმესაც უკეთესად გააკეთებს. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და თუ კიდევ სხვა რამეს გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე რა. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარული შეიძლება ისწავლო. და ამის ეწყობა უამრავი საქველმოქმედო აქციები, მსვლელობები, გაჭირებულების დახმარება და ასე შემდეგ და პრაქტიკაზე შეგიძლიათ დაეხმაროთ ქართველებს. მორიგი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მოგესალმებით, დედაქალაქ. გამარჯობა. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ. დიახ. შვილო თამარ. დიახ, ბატონო. რატავრავა თეთრაული არდენიდან. მადლობა. მე თვითონ დაგასწრდა. დიახ, ენასო, დიახ. შენი მამა პაპის ფუძეზე დაიბადა და გაიზარდა შვილო. დიდი მადლობა ქალბატონო. მე მოხუცი ვარ უკვე, მაგრამ თვალსადევნე შენ შემოქმედება. ნანუკა შოუში ციხილე. სულ ვაგროვებ შენ როგორც წავაწყდები პრესაში შენ გაზეთებს. ვაგროვებ ვინახავ. ამასინა წერილი გაუგზავნე სიანეთის გამგებელს და შენი ამონაჭრები გადათები და შენი ლექსები იმასაც გაუგზავნე საპასუხო წერილი შემედედა. დიდი მადლობა სიტყვის შენამდე. ძალიან მინდა გნახო. გახსოვხარ ხო? რა თქმა უნდა ქალბატონო, დიახ, როგორ? რა თქმა უნდა, კი. დიდი მადლობა რომ ბავშვობა გამახსენეთ, кайხარით. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყველგან ნახეთ მამა თალმასი, მაინც ხო ხედავთ თხისტუმარის ადგილია, ყველანაირი კავშირი დგება, ასე რომ ხშირად სწორედ ჩვენ არ ხსნდა სულ პირველი სადელეზო იყო თქვენთან იყო პირველი სადელეზო ჩატარდა. ჩვენ ესეთიც. კი, მაშინ მამა თალმასი შემოქმედებას არავინ არ იცნობდა, ეს იყო დაახლოებით 2 წლინახევრის წინ, როცა რეალტების კარგი გაიყო თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენი მხრიდანაც ეს დიდი მადლობა. პირიქით, თქვენ მადლობა რომ გვენდეთ და მოხოდით და გვიმეგობრეთ ბოლომდე. საფინალო ლექსი. ეს არის აი თის მონატრება და სატყივარი. ამ ლექსს ქვია არწივი. კლდის კეტამს არწივი ვნახე, ბუმბულს უშლი და ქარია, დაეჭრა მონადირესას დიოდა სისხლის ხვარია, ენატრებოდა ჭიუხი, ხეთა დაჩრდილულ წყარონი, ღრუბელთ საუფლოს ნავარდის ის კიდეც საირაონი, შურთხის გალობა ესმოდა, ზარის ხმა ნელის მღერითა, აკვირდებოდა ქვეყანას დაბინდულ თვალთა მზერითა, ცის სილაჟვარდეს გამოჩნდა, შავის ყორანის ფრთანია, დასტრიალებდა არწივსა მარჯვე ენახა წამია, დაჰბერავს ცივი ნიავი, ულმობელ დრო და ჟამისა, სიკვდილს მიქონდა სიცოცხლე დარჩა მცირედის ხანისა, არწივმა თავი ასწია გულს, ჯავრი შამაეყარა, შავს ყორანს გაჰკრა კლანჭები ნამუსრი კლდეზე ეყარა, მზე ჩადიოდა წითლა და ბინდმა დაფარა ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ოდითგან წილნაყარია ღმერთთან. ბრავო. ქართნაც ძნელია არაგველობაო. ძნელია, მაგრამ სასიამოვნო მოსასმენია თქვენი შემოქმედება მამა თალმას. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ წერთ. კარგად წერთ, სამშობლოსთვის წერთ, ჩვენთვის წერთ და თქვენს ამ კრებულებზე ძალიან ბევრი თაობა ღირსეულად გაიზრდება დარწმუნებულები ვართ, იმიტომ რომ ღირებულია. დიდი მადლობას მოგიხდით და მინდა კიდევ ერთხელ ისევ შეთხოვეთ და მადლობა მოუხადო ყველა იმ ღირსეულ ქართველს და ქართველის საყვარელ ადამიანს, ყველა იმ კომპოზიტორს, ყველა იმ ლამაზი ხმის შემსრულებელს და ჩვენი ჯერ კიდევ ამღერებელი ლექსები ელოდებიან კომპოზიტორებს და შემსრულებელს და მსმენელს. ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ თქვენი ამღერებული ლექსები და აუცილებლად შევთავაზებთ მაყურებელს ამ სიმღერებს. დღეს კი აი ესე ამოიწურა მეორე. გალოსოს ჩვენი ქვეყანა და დიდი მადლობა.